მე ვფიქრობ საინტერესო ვიდეო ბლოგი გველის. მაგრამ ვიდრე ვიდეო ბლოგს და ჩემს მოსაზრებას მოგახსენებდეთ, მანამდე მოусმინოთ ახოს ანაიას და ნინო ჟიჟილაშვილს. რეჟიმი კონდებს მიადგა არალეგიტიმური ხელისუფლება ახლა იმ წყაროს ამოქოლვას ისახავს მიზნად, რომელიც საქართველოს საპროტესტო მოძრაობისა და მისი მონაწილეების იმედად იქცა. ფონდები ეხმარებოდნენ უკანონო პატიმრებს, მათ ოჯახებს, დაჯარიმებულებს, პოლიციის ნაცემებს მკურნალობაში და ცდილობენ ზურგი გაუმაგრონ მოქალაქეებს, რომლებიც თავს წირავენ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. სოლიდარობა და ერთობა პრობლემა ივანიშვილისთვის, მისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი, ასევე პრობლემა ივანიშვილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ მას უნდა ჰქონდეს მოსყიდვისთვის, კანონგარეშე მართვისა და ჩვენი ქვეყნის ვაჭრობისთვის. მისგან უყურდო. ახლა რა ხდება მე მოგიამბობთ. არის ესეთი ხელისუფლებასთან შეზრდილი ვინმე ვატო შაქარაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკური ასპარეზია და ახლობით 1 წელია, რომელიც არის ნანა კაკაბაძესთან ერთად ასეთი ორგანიზაციის ნაფუძნებელი, ორგანიზაციას ქვია ნეიტრალური საქართველო. ხოდა, აი ეს შეზრდილმა ხელისუფლებასთან ვატო შაქარაშვილმა დააყენა საკითხი პროკურატურაში თუ სახელმწიფო წოდებულ ბანდების წინაშე, რომ შეიზღუდოს ყველა ის ფონდი, მათ შორის მაგალითად ნანუკას ფონდი, რომელიც საზოგადოებას ემსახურება კრებს ფულს, ანუ ჩვენგან გთხოვს ჩვენი ნებით ვურიცხავთ ამ თანხებს და გარკვეულ თანხებს 5 ლარს, 7 ლარს, 100 ლარს, 50 ლარს, 150 ლარს, რა მნიშვნელობა აქვს? არის აკუმულაცია ხდება ამ თანხებისა, ასე მაგალითად ნანუკას ფონდში და ნანუკას ფონდი განკარგავს ამ თანხებს ძალიან კეთილი მიზნებისათვის და არა მხოლოდ იმისათვის, რომ აქციებზე დაზარალებულები დაჯარიმებულებს გადაუხადოს რაღაც 5-5000 ლარი, არამედ არის იქ ძალიან კარგი საქველმოქმედო პროექტები, საქველმოქმედო იდეებიც არის განხორციელებული თუ მხარდაჭერილი სხვას მაგალითად ეხმარებიან რამდენადაც ვიცი დაავადებულებს ურიცხავენ თანხას რაღაც ოპერაციის ფულს და ასე შემდეგ. დიდი ხანია ეს ფონდი ნანუკას თავოსნობით არსებობს და ცხადია ყველამ უნდა შევაქოთ ნანუკა ჟორჟოლიერი, მაგრამ აი ამ ვატო შაქარაშვილმა, რომელმაც მიიღო სუსისაგან ცხადია დავალება იმის თაობაზე, რომ როგორმე უნდა დაიხუროს ეს რესურსები, შეიტანა პროკურატურაში თუ ჯანდაბაში რაღაცა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ფონდები თურმე რევოლუციურ პროცესებს უწყობენ ხელს და შესაბამისად ანგარიშები დაუყადა დღეს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო მეტ რეპრესიებზე წავიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმს ძალიან აღელვებდა, ანერვიულებდა, ნერვებს უშლიდა, პრობლემებს უქმნიდა ყველა დამოუკიდებელი ფინანსური წყარო და მათ შორის ის წყაროს, რომელიც შექმნილი იყო ჩვენს მიერ, ანუ ჩვენი ნებით იყო აკუმულირებული თანხები და ჩვენ ერთმანეთს თანადგომის ამბავში, ემპათიის ამბავში, ხართაჭერის ამბავში და ასე შემდეგ ერთმანეთს ვეხმარებოდით, ერთმანეთი გაგვქონდა, ასე ვიტყვით შაქარაშვილმა, რომელიც ასაკვირველია სუსზე მუშაობა, ახლა რა უნდა ამას ბევრი სუს და შესაბამისად ივანიშვილს ემუშაება, რა უნდა ამას ახლა ბევრი ამბავი, ბევრი სჯაბაასი, ბევრი მსჯელობა, ბევრი ანალიზი, ხო? აი შაქარაშვილმა შეიტანა და პროკურატურამ დააყადაღა ნანუკას ფონდიც და დამოუკიდებელი წყარო, დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი ახლა მოცემულ ეტაპზე პრაქტიკულად მომსპარია და ჩვენ ასაკვირველია შეგვიძლია ჯირი ვირთხათ გულში და ვთქვათ, რომ აი ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი არის კარგად, რასაკვირველია ყველაფერი კარგად არის, როგორ არა, მაგრამ რეალურად ყველაფერი არის საკმაოდ ცუდად, იმიტომ რომ ივანიშვილი უჭერს და უჭერს მარწუხებს, ივანიშვილი უჭერს და უჭერს მარწუხებს ჩვენს კისერზე და გვახჩობს და არც დამოუკიდებელ ფინანსურ რესურსს გვიტოვებს, ფინანსურ რესურსს ამ შემთხვევაში და მაქსიმალურად რეპრესიულ ქმედებებზე გადადის. კითხვა როდემდე ასაკვირველია პასუხ გაასაცემია, ვინმე იტყვის რომ ეს გაგრძელდება 2 თვეო, ვინმე იტყვის რომ ეს გაგრძელდება 8 თვეო, ვინმე იტყვის რომ ეს გაგრძელდება ვიდრე მსოფლიოში არ დალაგდება ვითარებებიო, ვინმე იტყვის რომ ეს გაგრძელდება მანამ სანამ არ გამოვალთ მაგალითად რაღაც 700.000 თუ 500.000 არ იქნება რუსთაველის გამზირზე თუ სხვა ქუჩებში, ქალაქებსა და ქუჩებში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში და ასაკვირველია დედაქალაქში და ამ ხელისუფლებას არ
ჩამოვაგდებთო თუ გდებოთ ეს არ დავამხობთო თუ გდებოთ ესე ვიტყვი. არც ერთი არ არის სწორი და ყველა სწორია თავის პასუხში. ასაკვირველია მსოფლიო კონიუნქტურაზე იმ ამბებზე რაც მსოფლიოში გარშემო ხდება, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ამავდროულად დამოკიდებულია ჩვენზეც. ფაქტია, რომ ივანიშვილს ჯერჯერობით პრაქტიკულად ყველაფერი გაზდის და ის უკან არა თუ არ იხევს, არამედ წინ მიდის, არც ერთ ხვარს ესეთი ხდება, რომ ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ. რაღაც პატარა დათმობაზეც კი არ მიდის, პირიქით სამ-სამი ნაბიჯით მიიწევს წინ ქართული სახელმწიფოს, მოდი ესე ვიტყვი, არა მხოლოდ ჩვენი მანუკას ფონდის ცალკეული მოქალაქეების ინდივიდების წინააღმდეგ, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაც ის ჩეხავს და ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ეხლა ეს არის პირველი 5 წუთი, 6 წუთი ამოიწურა პრაქტიკულად იმ სათქმელისა, რომლის თქმაც მინდოდა, მაგრამ არის მეორე 6 წუთეული, 7 წუთეული, 10 წუთეული, ასევე უნდა ვილაპარაკოთ. ის რომ ივანიშვილი წინ მიიწევს და ჩვენ ზღუდავს, მარწუხებს გვიჭერს, რეპრესიებს აგრძელებს, აძლიერებს და ასე შემდეგ, ამის ნათელი დასტურია არა მხოლოდ ეს გადაწყვეტილება, რომ ფონდები დახურეს და აყადაღეს, უფრო ზუსტი რომ ვიყო, არამედ სხვა გადაწყვეტილებაც ივანიშვილის რეჟიმისა, რომლის თანახმადაც აი ხა ტელევიზორში ჩემგან ხელმარცხნივ პარლამენტს დაასტოპებულია კადრი და ჩანს ხალხის ძალის ლიდერი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ეხ წუხვარ რომ ის აღმოჩნდა რუსეთის აგენტი, მე ვიცნობდი მას როგორც საკმაოდ კარგ ჟურნალისტს, გულახდილად გესმით და ჩანს ის კადრში, სოზარ სუბარი ამ 3 კვირის წინ გამობრძანდა, სხვა სიტყვაც ცხადია შემეძლო მეთქვა, მეხსენებიდან და მეხმარა და გამობრძანდა სუბარი, რომელიც დადის სუბარუთი, ესე ვღადაობდით ხოლმე თავის დროზე, მოკლედ, სუბარი გამოვიდა და თქვა ამგვარი რამ, რომ სოციალური ქსელების გაკონტროლებაც უნდა დავიწყოთ. სიცილად არ გმეყოფი და მე და არ ეყოფებ ჩემ მეგობარს, აი სოციალურ ქსელებს როგორღა გააკონტროლებენო. მაგრამ ახლა მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის სათანადო შესაბამისი ცვლილებები, ისედაც ხო აპირებენ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი კომისიას დაეკისრება ვალდებულება, რომ დააკვირდეს, მონიტორინგი გააუწიოს ამა თუ იმ მედია საშუალებას, ამა თუ იმ გადაცემას ტელემედიაში და თუ რამ არ მოეწონება და აჯარიმოს როგორც ავტორი და ისე ლიცენზია შეუწყვიტოს ამა თუ იმ მაუწყებელს, ეს ვიცით ყველამ, ეს ისედაც იყო და არის რეპრესიული კანონი მაუწყებლობის შესახებ, მაგრამ ამათ ხო ნერვები ეშლებათ არა მხოლოდ ტელემედიაზე, გავიგერო ტაბლიაშვილი რაღაცა ძიმე სიტყვებს ამბობს საკუთარ გადაცემაში, კონტექსტი და ბუნებრივია ეშლებათ და ამით აპირებენ, რომ ტელეკომპანია ფორმულას რა უწესონ გარკვეული ჯარიმები, შეზღუდვები და ვინც ის იქნება ლიცენზიაც კი ჩამოართვან, იმის გამო ტაბლიაშვილმა თქვა მათთვის მიუღებელი 2-3 ან 17 სიტყვა, ახლა უკვე ტაბლიაშვილს პერსონალურადაც, ტაბლიაშვილზე კი არ არის ლაპარაკი, ჩემზე კი არ ლაპარაკობ, ნებისმიერ ჩვენგანს, ესე ვიტყვი, ვისი პოსტიც არ მოეწონებათ, მათ ებრძვიან, მათ წინააღმდეგ, ვისი პოსტიც არ მოეწონებათ სოციალურ ქსელში, მათ წინააღმდეგ იწყებენ ამოქმედებენ, ესე ვიტყვი, რეპრესიულ მანქანას. კერძოდ, ამ ცვლილების თანახმად სტატუსი, რომელსაც დავწერ მე, ასე მაგალითად კარგით, არ ვილაპარაკებ საკუთარ თავზე, ნებისმიერი თქვენგანი რომ დაწერს სტატუსს, რომელიც არ მოეწონება კოლექტიურ და კონკრეტულ სოზარ სუბარს, რომელიც თავის მხრივ კახა ბექაურს გადაულოცავს ამ საქმის გამოძიება გამოკვლევას, იმის გამო შეფუთავენ ასე რომ ეს არის დეზინფორმაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ ეს მოუწოდებს საზოგადოებას ძალადობისაკენ, რომ ეს არ შეიცავს სიმართლეს, რომ ეს არის უცხოური გავლენის, უცხოური ძალის გავლენა საზოგადოებაზე, უცხოეთის, რომელიც ჩვენი მტერია, Deep State, გლობალური ომის პარტია, მოუწოდებს საქართველოს ომში ჩართვისაკენ ესა თუ ის იუზერი ანუ ავტორი, ამის გამო ამ ავტორს ნებისმიერ თქვენგანს საკუთარზე რო თავზე რო არაფერი თქვა და ისრებს ბექაურის კომისია ფულად ჯარიმას. უკვე შემდგომ რამდენადაც ვიცი აპირებენ არა მარტო ფულადი ჯარიმის დაწესებას, არამედ ამ კონკრეტული მომხმარებლისათვის ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვასაც კი. ტელეფონში ან ამ კომპიუტერში მე ახლა შემიძლია Facebook-ზე ვარ, ახლა გავაკეთებ ამას, დავწერო სტატუსი,
ბოდიში. შევიდეთ უშუალოდ ჩემს გვერდზე, აი ვიწყებ სტატუსს, ეს გამოჩნდება თქვენ შეგიძლიათ post create post დაწერია. გადავვრთოთ ქართულად, ქართულ ენაზე. ბიზინა ივანიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე. სახელის ნიშანი გამოვაქვეყნე. ამის გამო ბექაურის კომისია მომადგება მე ამ კანონის მიღების შემდეგ და ამეთქვის რომ რადგან მე გავავრცელე დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი მართლა სერგო ორჯონიკიძე ხო არის ბიზინა ივანიშვილია და არავინ არ ჩამეთვლის ამას. შეფასებად და ჩამითვლიან ფაქტის, ტყუილი ფაქტის გავრცელებად. ამის გამო მე დამაჯარიმებენ გარკვეული ფულადი ჯარიმით და უკვე შემდგომ მომცემენ გარკვეულ თუ გავივლი ლიცენზიას მომცემენ კოდს იმის თაობაზე რომ მე აღარ მექნება სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნების ან ინტერნეტში საერთოდ შესვლის ან სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნების შესაძლებლობა თუ ამ კოდს არ ავიღებ მარეგულირებელ ბექაურის ბიზინა ივანიშვილის მონამორჩილის კომისიაში მონამორჩილის ოზარ სუბარის ინიციატივით იქნება ეს ყველაფერი ან სხვათა ინიციატივით ამ მნიშვნელობა აქვს. ამგვარი კანონები მოქმედებს ცხადია, მუშაობს და მოქმედებს ცხადია მხოლოდ რეპრესიულ, სახელმწიფო დიქტატორულ, ავტორიტარულიც აღარ არის უკვე სწორი სიტყვა, დიქტატორულ სახელმწიფოში. ჩვენ კი ვიცებთ გულში მჯიხს და ვამბობთ, რომ არ გავა საქართველოში დიქტატურა. რა თქმა უნდა არ გავა, მაგრამ მეორე მხრივ, ვინ თქვა რომ არ გავა? 30-იანი წლები გასული საუკუნისა არ გაიარა მათ შორის საბჭო და საქართველო. ესე გულდამშვიდებულები რო ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ აი არ გაუვა ამ რეჟიმს საბოლოო ჯამში არც არავის არ გაუვა რასაკვირველია 30-იანი წლები კი გაიარა, მაგრამ 90-იან წლებში 60 წლის შემდეგ 30-იანი წლებიდან 55-60 წლის შემდეგ საქართველო განთავისუფლდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველო განთავისუფლდეს რუსული გავლენისაგან თუნდაც 60 წლის შემდეგ, მაგრამ 60 წლის შემდეგ მე 112 წლის ვიქნები. უბრალოდ ანუ აღარ ვიქნები. და ამიტომ მე მინდა რომ ამ ეს ქვეყანა გარდა იმისა რომ მინდა რომ ჩემი შვილები ცხოვრობდნენ თავისუფლ საქართველოში, მე მინდა რომ მეც ვცხოვრობდე რუსეთის გავლენებისაგან თავისუფლ საქართველოში, სადაც ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდავია. ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი, ვენესუელა, რუსეთი მეხუთე რომელიმე სახელმწიფოს გახსენებაც შეიძლება, სადაც ამაზე სხვათა შორის თლად ესეთი რეპრესიული კანონები ჩრდილოეთ კორეას თუ არ მივიღეთ ხედულობაში არ მოქმედებს და არ მუშაობს. რა არის გამოსავალი? მე გულახდილად გეტყვით არ ვიცი. პოლიტიკოსებმა რო არ იციან ეს ფაქტია, მოწოდებები იმის თაობაზე რომ გავიდეთ ქუჩაში, სწორი მოწოდებები თავისთავად ცხადია. ეხლა წამსდეს სიტყვა ამგვარი აღარ ჭრის, სამწუხაროდ და ობიექტურად იმდენი მოქალაქე აღარ იკრიბება ქუჩაში, რამდენიც უნდა იკრიბებოდეს. აქედან გამომდინარე მე არ ვიცი რა არის, რა უნდა დაუპირისპირო ამ ყველაფერს. როგორ უნდა, მაგრამ რაღაცა რომ მოსაფიქრებელია, ეს კი ვიცი. ბიზინა ივანიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე, F5. ბოდიში. ეს რთულად მუშაობს ხუთაშორის ინტერნეტი. ექვსმა მოქალაქემ დაასვა ზეაღმართული წერა ამ ჩემს სტატუსს. ზეაღმართული წერის გამოც კი, ანუ ლაიკის გამო შეიძლება დაჯარიმდნენ ამ შემთხვევაში სანდრო ხაჟალია, სხვებსაც გადავამოწმებ ვინ არიან, სალომე შუშანია, შორენა ადანია, სანდრო ხაჟალია, ეკა იურა ხოშტარია ხუდუშაური, დაჩი დავლიანიძე და დიმიტრი კაკულია. დაჩი დავლიანიძეს და ხუდუშაურს თუ არ მივიღებთ ხედულობაში, მეგრელებს სამეგრელოდან ან თბილისიდან აღნიშნულება აქვს. სამეგრელოდან მოქალაქეებს, მეგრელებს მოსწონთ ჩემი სტატუსები.
ივანიშვილის ეს რეპრესიული ქმედებები როგორღაც არის აღსაკვეთი. მე მესმის რომ ჩვენ ველოდებით სოფლიო კვანძის გახსნას უკრაინასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. მე მესმის რომ ჩვენ ბევრი ჩვენგანი სამართლიანად ფიქრობს რომ ჩვენ დიდი ვაჭრობის ერთ-ერთი თემა საგანი ვიქნებით მესმის. აგე ბადრიკსაც და ლაიქებია გორდაძეს ოღონდ იქ ტელეფონში გამოჩნდა. მესმის ყველაფერი მაგრამ ჩვენ აქ თუ არ ვიმოქმედეთ, რაც არ უნდა მოხდეს გარშემო, ჩვენ ჩაგვტოვებენ, რუსეთი ხო არ უქმდება, ჩაგვტოვებენ რუსულ სივრცეში. მე შეიძლება ივანიშვილმა მოარბილოს ეს ყველაფერი. უკვე შემდგომ, მაგრამ მისი უკვე შემდგომ მორბილება სულაც არ შეცვლის იმ არსებულ სტატუს კვოს, რომელიც იმ ხანად იქნება შექმნილი, ანუ საქართველო იქნება რუსეთული ქვეყანა, კავკასიის ბელარუსი. რომელშიც ბოგინობენ ზარკუები და სუბარები და ხუნდაძეები და ვინც ჩანს ახლა, მდინარაძეც ჩანს. ისინი ხოლო თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებს ასპარეზი პრაქტიკულად არ აქვთ. ეს არის ბანდების, შიდა ბანდების, კარტელების, ნარკოკარტელების მათ შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რუსული შავი ფულის დიდი ოაზისი, რომელშიც მთავარი მაფიოზი ზის აბას თუმანში და ის განკარგავს საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო სტრატეგიულ პოლიტიკას, რაც დღეს არსებითად ხდება. არჩევნები? მე არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, უბრალოდ აბსოლუტურად სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერი არჩევნების მიმართ ამ ხელისუფლებას წოდებული ბანდის პირობებში, იმიტომ რომ რაც არ უნდა შევალამაზოთ სხვადასხვა სიტყვით არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა და ვთქვათ, რომ გავდივართ ხელისუფლებას წოდებულ ბანდასთან მივდივართ კონკურენციაში. ეს ხელისუფლებას წოდებული ბანდა არც არასოდეს არ დაუშვებს საკუთარ მარცხს არც ერთ პატარა ან მსხვილ რაიონსა თუ რეგიონში და მით უფრო დედაქალაქში, სადაც რამდენადაც მე ვიცი პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ, ემზადება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ დალოცვილებო თუ ასე აპირებდით, მაშინ რატომ ვუწოდებდით და რატომ ვუწოდებთ ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას, იმიტომ რომ ბანდა თუა მის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი არჩევანები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არის შესაბამისად უკანონო. არა, მე არ ვამბობ, რომ ცუდია, მე უბრალოდ თქვენს ლოგიკას ვერ მივხვები. და ოქტომბერშია ეს არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები, კიდევ რომ გააყალბოს, კიდევ ახალ ციკლზე მივდივართ და ვამბობთ, რომ იცი რა არის? გაყალბდა, უკანონოა, ახლა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობები, მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ადგილობრივ არჩევნებს, მათ შორის მერების არჩევნებს, მათ შორის თქვა დედაქალაქის მერის არჩევანს, მერე უკვე საპარლამენტო არჩევნები 28-ში უწევს, იქაც გავდივართ და ასე შემდეგ. ნაცვლად ამისა, მოსაფიქრებელი აქვთ და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ჩვენ ყველას და პოლიტიკოსებს შეიძლება ყველაზე ნაკლებადაც, იმიტომ რომ ისინი გამოფიტულნი არიან და დობა დაკარგული უმრავლესობას გულისხმობ ცხადია. მოსაფიქრებელი გვაქვს რამ ისეთი მექანიზმი, რომელიც ამ ვატო შაქარაშვილების ბოგინს ამ ქვეყანაში და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ცდელობას, მათ შორის ეხლა მე ხო დავწერე იანიშვილი არის ორჯონიკიძებით, კი ეს მძიმე სტატუსია. მე რო დავწერო მეორე სტატუსი ახლა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ამ პროცესში, ან ეს გადაცემაში ვთქვა, ამის გამოც ვინმე ბექაური სხვათაშორის დასანქცირებული თუ დასასანქცირებელი, რომელზეც იყო ინფორმაცია იმის დაობაზე, რომ პარიზში არ შეუშვეს რამდენიმე ხნის წინ, ამის გამო მე უკვე არ ვიცი 2000, 2500 თუ 5000 ლარით დამაჯარებებს. არ გადავიხდი, რა თქმა უნდა. მამაში კი არ არის საქმე, მაგრამ ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ სხვა მოქალაქეები, ჩემი დაჯარებება კი არა,
ეს კანონი სხვა მოქალაქეები გააკონტროლებენ და ყველაფერს იმას დაწერენ და ხელისუფლებად წოდებულ ბანდას უნდა შეგუებულ მოქალაქეებს ქმნის ბიზნე ივანიშვილი და ახლა ვიტყოდი ესე გაჰყოლია რუსული გემის გზას მეთქი იქნება ბევრი შეგუებული მაგრამ ყველა შეგუებული ამ ბანდასთან არ ვიმუქრები ოღონდ ყველა უბრალოდ არ იქნება ვერ იქნება მე უნდა დავამთავრო ტრადიციულად საქართველოს გაიმარჯვოს მეთქი მაგრამ იმისთვის რომ საქართველოს გაიმარჯვოს ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენი უნდა ვქნათ რა არ ვიცი მაგრამ რაღაცა როგორსაფიქრებელია რომ საქართველოს არ იქცეს სამხრეთ კავკასიის ბელარუსად ეს ფაქტია მაინც ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ